არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტებს შორის TV3 ჟურნალისტის ბელა ზაქაიძის სიუჟეტმა გაიმარჯვა. Სერტიფიკატები ასევე გადაეცა საუკეთესო სტატიის ავტორებს და საუკეთესო ბლოგის ავტორს. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ფულადი პრიზები არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA-მ გადასცა. კონკურსი ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა ჩატარდა. ჟურნალისტების და ბლოგერების კონკურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეობას მასში 15 ჟურნალისტი იღებდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში SIDA-მ ორგანიზება გაუკეთა ჟურნალისტებისა და ბლოგერების კონკურს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ინფორმირებულობა და ინტერესი აღნიშნული საკითხებისადმი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ზოგადად პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისათვის და ჩემი სამსახურიც გარდა პრობაციის ბიურო აქტიურად არის ჩართული კრიმინალის და ზოგადად დანაშაულის პრევენციაში და ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა რაც არსებობს ხელისშემშლელი პრევენციისა არის საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობა დანაშაულთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია რომ ჩემმა რეპორტაჟმა, რომელიც ჩემი აზრით იყო ძალიან ორიგინალური, იმიტომ რომ თვითონ ავჭალის კოლონიაში ვიმყოფებოდი, ვესაუბრე იქ არასრულწლოვნებს და თვითონ შიგნიდან იყო რეპორტაჟი არასრულწლოვნებზე და მათ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იყო, ანუ ნათლად იყო, როგორც ცხოვრობენ ისინი და რა რეაბილიტაციო პროგრამებს გადიან არასრულწლოვანთა დაწესებულებაში და ძალიან მიხარია რომ ამ რეპორტაჟმა გაიმარჯვა. ჩემი და ჩემი კოლეგის ნინო ბაქრაძის მიერ დაწერილი სტატია, რომელსაც ერქვა განრიდებული პირადის საქმე, ეხებოდა ერთ ბიჭს, რომლის იდენტიფიცირება აბსოლუტურად ბოლომდე იყო დაცული. ძალიან მომწონს, დიდ მადლობას ვუხდი SIDA-ს, მის ორგანიზატორებს და საუკეთესო მოტივატორია ზოგადად ახალბედა ჟურნალისტებისთვის.